მოგესალმებით. დღეს შემოგთავაზებთ მცირე ვიდეო, სადაც გავაცნობთ თუ რა არის enums და როგორ გამოვიყენოთ match statement-ი. დასაწყისისთვის უბრალოდ notes to dim აქვს შექმნილი, რაღაცა ორი დესენა, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს გაკეთებული. ერთადერთი რაც მაქვს არის დაკავშირებული არის GDScript-ი ამასთან, extends note to d და ეს სატესტოდ მექნება რაღაც გარკვეული სკრიპტი, რომელზეც შევამოწმებთ თუ რა არის match-ი და რა არის enum-ი, როგორ გამოვიყენოთ ისინი. სანამ enum-ზე გადავალთ, მანამდე შეგვიძლია match-ი განვიხილოთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად მუშაობს enum-ზე და რადგან ის უფრო რთული კონცეფციაა, პირველი მოდი ეს განვიხილოთ. სანამ რამეს დავიწყებთ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ match არის if-else-ის შემცვლელი ვარიანტი. ზოგადად სტრუქტურა ასე გამოიყურება. ჩვენ გვაქვს მაგალითად რაღაცა match რაღაცა value შეგვიძლია შევუსაბამოთ, გვაქვს რაღაცა case 1, მერე შეგვიძლია აქ რაღაცა კოდი გქონდეს, მერე მეორე case-ი თუ გვექნება, მაგაზე შეგვიძლია რაღაცა კოდი გქონდეს და ასე შემდეგ. ანუ როგორც აქ გვაქვს ხოლმე რაღაცა შედარება გვაქვს if-ის შემთხვევაში, თუ ეს არის სწორი, ეს კოდი გაუშვა, თუ ეს არის სწორი, მაშინ ეს კოდი გაუშვა. აი, მოდი ჯერ if-ის შემთხვევაში გავაკეთოთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი და მერე გადავაკეთოთ ეგ თუ როგორ შეიძლება მოხდეს match-ის შემთხვევაში, რამდენად გამარტივებული არის. აი, მოდი თავიდან შევქმნათ რაღაც გარკვეული სხლადი, number-ი, რომელიც იქნება 2 სტოლი. შევქმნი აქ ready ფუნქციას, რომ რაღაცა გაუშვა და აქ if statement შემოვიღებ. მოდი ასეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ ეს number-ი შევადაროთ და იმის მიხედვით თუ რისი ტოლი არის, რაღაც განსხვავებული რამ ამოვბეჭდოთ კონსოლში. If number უდრის, ეს ორი ცალი უდრის, ნიშნავს შედარებას ნიშნავს, ხო? ერთი ცალი რაღაც მშობის მინიჭება არის, ორი ცალი არის შედარება, ხო? თუ ეს არის ერთი სტოლი, მაგ შემთხვევაში მინდა რომ ამოვბეჭდო 1, ერთიანო. elif-ის შემთხვევაში თუ number-ი უდრის 2-ს, მაგ შემთხვევაში მინდა რომ ამოვბეჭდო 2. კიდე elif-ის შემთხვევაში თუ number-ი უდრის მაგალითად 3-ს, ამ შემთხვევაში მინდა რომ ამოვბეჭდო 3. მოდი გავუშვათ კოდი, ჩვეულებრივად იმუშავებს, საბოლოო ჯამში თუს ამობეჭდავს, პირველს გადაახდება, იქიდან გამომდინარე რომ ამის ტოლი არ არის, მერე მეორეს გადაახდება, უბრალოდ არ გადაახდება, მეორე შეამოწმებს და ნახავს რომ ნამდვილად 2 ტოლი არის, აქ რომ მაგალითად 3 ჩავწერო, აქ 3 დაიბეჭდებოდა ახლა ჩვენ შემთხვევაში. და აი ნამდვილად 3 დაიბეჭდა. მოდი ახლა ამის მაგივრად ჩვენ ვნახოთ როგორ შეგვიძლია match statement-ით ამ ყველაფერს გაკეთება. კარგი. მოდი ეს ცოტა ამას დავაკომენტარებთ, ოდნავ დავლა ჩამოვალ და შევამოწმებ ამას. პირველ რიგში წერთ match. Match number. ანუ ჩვენ მჭირდება რომ ეს number-ი შევამოწმოთ. Number-ი რისი ტოლი შეიძლება იყოს. და ახლა დაბლა განვიხილოთ სხვადასხვა case-ებს, რისი ტოლი შეიძლება იყოს ეს number. პირველი, ერთის ტოლი შეიძლება იყოს number-ი და ამ შემთხვევაში მინდა რომ დავბეჭდო 1. ყველანაირად არასდროს დავწერე ეს. მერე 2 ტოლი შეიძლება იყოს და აქ შემიძლია დავწერო 2. 3 ტოლი შეიძლება იყოს და აქ შემიძლია დავწერო 3. შევამოწმოთ მოდი ახლა, ამ შემთხვევაში number-ი გვაქვს 3 და უნდა დაიბეჭდოს 3 აქ. და ნამდვილად 3 დაიბეჭდა. ერთი და იგივე შედეგს ვიღებთ საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს match statement-ი არის ბევრად უფრო სწრაფი, ბევრად უფრო პრაქტიკული და ახლა თვალისთვისაც ბევრად უფრო უკეთესი არის. ახლა ესეც ნორმალურად გამოიყურება საბოლოო ჯამში. მაგრამ აქ უფრო ნაკლები წერაც გვიწევს და უფრო მარტივადაც შეგვიძლია დავინახოთ რაღაცები. კარგი, იმედია match statement-ი გავიგეთ. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე enum-ზე. რა არის enum, რომელიც აი ასე გამოიყურება. enum მარტივად enumeration არის მარტივად რო ვთქვათ ჩამონათვალი. ჩვენ ხო რაღაც გარკვეულ ცვლადებს ვქვნით, მაგალითად variable is attacking. ხო, მაგალითად და ეს რაღაცა boolean-ი არის, ხო? boolean-ი არის და შეიძლება false-ის ტოლი იყოს. მერე ცალკე შეგვიძლია შევქმნათ რაღაცა is walking.
ესეც მაგალითად false არის. და შეგვიძლია საკმაოდ ბევრი რაღაცა გავაკეთოთ. განსაკუთრებით შეგვიძლია state-ები გავაკეთოთ, როგორც არის აი მაგალითად idle state, jump state და ასე შემდეგ. ესენი, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ ისეთი რაღაცები, რომელიც არის დაკავშირებული მაგალითად ერთ კონკრეტულ ჯგუფთან, ამის შეკრება შეგვიძლია და შეგვიძლია რომ ინამში ერთად გავაერთიანოთ. მაგალითად, მოდი შევქმნათ player states. States ანუ მდგომარეობა. უბრალოდ უნდა დავწეროთ inam რაღაც გარკვეული სახელი და ამის შემდეგ გავხსნათ აი ასეთი ფრჩილები და აქ ჩამონათვალში ჩავწეროთ ის state-ები, რომლებიც მინდა რომ მქონდეს. მოდი პირველი იყოს idle. ეს კაპიტალური ასოებით, დიდი ასოებით კი მიწერია, მაგრამ შეგიძლიათ პატარა ასოებითაც გააკეთოთ, ამაზე პრობლემა არ არის, უბრალოდ მიღებული წესი არის, რომ დიდი ასოებით იყოს. იყოს idle state, run state იყოს, ასევე გქონდეს jump state, ასევე შეიძლება გქონდეს attack state. ეხლა, როგორც თქვი, მე match state-თან ძალიან კარგად მუშაობს ეს ყველაფერი. ჩვენ, როდესაც თამაშს ვიწყებთ, რაღაც გარკვეული კოდის გაკეთება შეუძლია თითოეული მდგომარეობის დროს. მოდი, თავიდან ამ player-ის state-ი იყოს, ნახეთ, თუ ეს state-ი ზოგადი არის, ანუ რომელ stage-ია player-ი და ეს state-ი უნდა გადავცვალოთ საბოლოო ჯამში, ხო? თუ გვინდა რომ ამ ინამის დახმარებით გადავცვალოთ ეს ყველაფერი, ჯერ ინამის სახელი უნდა ჩავწეროთ. თუ ამ ინამს რაღაცა სახელი აქვს, მაგ შემთხვევაში ინამის სახელი უნდა ჩავწეროთ ჯერ და მერე რომელში უნდა იყოს. მაგალითად, პირველი იყოს, არ ვიცი, idle-ის ნაწილი იყოს. ეხლა მოდი გამოვიყენოთ ეს ჩვენი match statement-ი. მოდი იყოს function ready აქაც. match-ი გამოვიყენოთ, სადაც state-ი უნდა შევამოწმოთ, ხო? ამ state-ის შემთხვევაში პირველი case-ი რა არის? პირველი case-ი არის, როდესაც player-ი არის idle მდგომარეობაში. ნახეთ, კარგი ამ match statement-ის და ინამების ის არის, რომ აქ კი შემეძლო მე მაგალითად string-ი გამეკეთებინა, მაგრამ string-ი მაგალითად ამ auto-complete-ს არ აკეთებს და ეხა ოდნავ რომ ამბრეოდა, აი მაგალითად match state-ი შემიძლია, აი მაგალითად ეს ყოფილიყო მაგალითად idle. მაგრამ ეს რო გამეკეთებინა აი ასე, აი ეს რო გამეკეთებინა აი ასე, შეიძლებოდა სადღაც მაგალითად აი ეს დამწერო და რაღაცა მსგავსი, რითაც, მაგის შემდეგ რაღაცა შეცდომას დავუშვებდი და საბოლოო ჯამში ძალიან რთული იქნებოდა, რომ ყველაფერი მეპოვა, ხო? აი ამ შემთხვევაში არანაირ შეცდომას არ უშვებს. უბრალოდ არანაირ ერორს არ მაძლევს. მაგრამ მე თუ ეგეთ რაღაცას შევწერდი, რომ player states dot idle ეს ავტომატურად გააცდილებდა ამაზე და აი დებაგის მხრივ საკმაოდ კარგი რამე არის საბოლოო ჯამში. ეხლა აქ უმრავლეს შემთხვევაში წერთ ეგეთ რაღაცას, რომ აი მაგალითად animation player-მა რაღაცა idle-ის ანიმაცია გააკეთოს, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში რადგანაც animation player-ი არ მაქვს, შემიძლია უბრალოდ ჩავწერო, რომ მაგალითად player is in idle. მეორე გავაკეთოთ player states dot run ამ შემთხვევაში რა მინდა? Player is running. შეგვიძლია კიდევ ერთი გავაკეთოთ. მოდი ახლა ამას გადავაკოპირებ run-ის მაგივრად. მოდი jump-ი იყოს, აი თვითონვე გამიგეთა ესეც. აი ხანდახან აი რაღაცას რო დავწერე, აი მაგალითად jump-ი დავწერე. ან რაღაცა J დავწერე. და აი მინდა რომ აი გამომიტანოს, აი double R-ს გამოვიტანა. Control და Space-ით შემიძლია მაგ ყველაფრის გამოტანა და ავტომატურად მივსებს მაგას და Enter-ს რო დავაწვევი, შემიძლია ეგ გავაკეთო. Player is jumping. მოდი კიდევ ერთი გავაკეთოთ. გვაქვს ჩვენ attack-ის ნაწილი. Player is attacking. მოდი ახლა შევამოწმოთ ჩვეულებრივად თუ მუშაობს. ხო, ეს ზემოთ რო გადავაკეთეთ, აუცილებლად ისე უნდა დავუქმნოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში string-ები თუ ადარებ და არა სხვა რაღაცით. აი ამ შემთხვევაში უნდა დამიწეროს აი ეს. რაც მოვნიშნე. Player is in idle. კი ბატონო. მოდი අපි კიდე გადავაკეთოთ. ცოტა გაჭირდა. კიდე გადავაკეთოთ, მოდი ეს იყოს რა ვიცი. Attack-ი იყოს და ამ შემთხვევაში player is attacking უნდა დამიწეროს. და აი ნამდვილად დამიწერა კიდევაც.
სულ ეს არის რეალურად ინამებზე, რაც კი დაგჭირდება ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა აი ამის მაგივრად შეგვიძლია გლობალური ინამები, ან ერთი არის გლობალური ინამი და მეორე არის ასინქრონული, უბრალოდ ასინქრონული არა, ანონიმური ინამები ქვია, როდესაც აი მაგალითად საერთოდ არ აქვს სახელი მინიჭებული. ეს მაინც და მაინც არ გამოიყენება იქიდან გამომდინარე, რომ ნუ დიდ თამაშებში ბევრი ასეთი რაღაცა გვჭირდება, ხო? მაგრამ ნუ თუ ძალიან რაღაცა პატარა პროექტია და რაღაცა შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ. აი მაგალითად ეხა ამ შემთხვევაში აქ უბრალოდ შემეძლო რომ აი ეს დამეწერა და საბოლოო ჯამში ეს აბსოლუტურად მართებული იქნებოდა. აი აქაც. და შემიძლია ეს მთლიანად წავშალო და აი ამითაც საბოლოო ჯამში იგივე შედეგს მივიღებდი, ხო? აქაც დამიწერა რომ player is attacking, აბსოლუტურად ასე შემიძლია გავაკეთო. კიდევ ერთი რამე რაც ინამებზე უნდა ვიცოდეთ. და ნახეთ, მოდი ხა match statement-ს დაბლა ჩამოვალ და ეგეთ რაღაცას გავაკეთებ. მოდი ამოვბეჭდოთ ეს idle-ი რას გვაძლევს. idle-ი ნახეთ 0 აქვს მნიშვნელობა. ამის ინდექსი არის ავტომატურად მინიჭებული 0. და ეს ასე ხდება, რომ ეს არის 0, ეს არის 1, ეს არის 2 და ეს არის 3. ეს ინდექსები შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაცეებში, რაც საკმაოდ პრაქტიკული არის. თუ ჩვენ მაგალითად გვინდა რომ აი თუნდაც აი ეს არ მინდა მაგალითად რომ ეს მაგალითად 1 იყოს, ხო? შემიძლია ეს იყოს მაგალითად 5 სტოლი და აქედან ახლა ეგრე იქნება, რომ ეს იქნება 0 სტოლი, ეს იქნება 5 სტოლი, ეს იქნება მე 6 და 7 სტოლი. აი idle ხო გვაქვს ჩვენ. მოდი ამის შემდეგ runs ამოვბეჭდავ და ეს 5 შეგვიძლია გამოვიყენოთ საბოლოო ჯამში. დღეისათვის სულ ეს არის ინამებზე და match statement-ზე. საკმაოდ მარტივი არის განსაკუთრებით match-ი და ნუ ინამის არ არის მაინც რთული. ჩემი რჩევა არის რომ მარტივად მივდივით ამ ყველაფერს. მომდევნო ვიდეოებში, როდესაც player state-ებზე გადავალთ, განსაკუთრებით ამას მივუწევთ ყურადღებას, ასე რომ პრაქტიკულ მაგალითებზე მარტივად დაინახავთ, თუ როგორ შეგვიძლია უშუალოდ გამოვიყენოთ თამაში შექმნისას ეს ყველაფერი. იმედი მაქვს მოგეწონათ, გისურვებთ მშვიდობიან საღამოს.